მაკ-კეინის ინსტიტუტისგან პროტესტის რადიკალიზაციის მორიგ ინსტრუქციას მმართველ გუნდში აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლორა თორნტონის განცხადებას თვითლუსტრაციას უწოდებენ. მათი თქმით, მოწოდებები ეკონომიკური პარალიზებისკენ კიდევ ერთხელ ნათელს ხდის მაკ-კეინის ინსტიტუტის დესტრუქციულ მიზნებს საქართველოში. სერიოზული პანიკა, გაწმილება, ისტერიკა გამოიწვია იმან, რომ რევოლუცია არ შედგა, სისხლი არ დაიღვარა, როგორც ამას მაკ-კეინის ინსტიტუტი მოგვიწოდებდა. ქვეყანას მოუწოდებდა და მოუწოდებდა ახალგაზრდებს, რომ ჩართულიყვნენ ისეთ პროტესტში, რომელიც აუცილებლად მიიყვანდა საქართველოს მეიდნის სცენარამდე. დღემდე გრძელდება სერიოზული ზეწოლა საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არ ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებდა და რომელსაც გეგმავდა თუნდაც მაკ-კეინის ინსტიტუტი. დესტაბილიზაცია არ შედგა და აქედან გამომდინარე ახალი ინსტრუქცია იქნა გამოცემული. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი განცხადება თავისთავად არის უპირველესად დასაგმობი, მეორე მხრივ ეს არის გასაბრაზებელი, თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ სიბრიყვესთან. სიბრიყვესთან იმიტომ, რომ ეს ქალბატონი და ის ორგანიზაცია, რომელსაც თავად წარმოადგენს, პრაქტიკულად ასეთი ტიპის განცხადებებით სააშკარაოზე ხდიან და სააშკარაოდ გამოაქვთ ის გეგმები, ის მიზნები, რომელიც მათ შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით ამოძრავებდეთ. ეს არის პრაქტიკულად თვითლუსტრაცია.